13 წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე ისევ ერთი სახელი ისმის. სახელი, რომელმაც ოდესღაც გვარდიოლას ბარსელონას წინააღმდეგ ომი გამოაცხადა. სახელი, რომელმაც რეალს 100 ქულით ლა ლიგა მოაგებინა. სახელი, რომელსაც მადრიდში ზოგი გენიოსად იხსენებს, ზოგი კი ქაოსის ავტორად. ეს ვისაუბრებთ გენიოსი მწვრთნელის, The Special-ის დაბრუნებაზე. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. დავით. რეალის ბოლო 2 სეზონი ძალიან რთული გამოდგა. ყველაფერი მბაპეს გადმოსვლით დაიწყო, მაგრამ საქმე მბაპეში სულაც არ ყოფილა. მთავარი ფაქტორი მცველების ტრამვიანობა გახდა. ალაბა, მენდი, მილიტაუ და კარვახალი ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ლაზარეთში. ის გამოც ანჩელოტის მოუწია ახალი და გამოუცდელი მცველების თამაში ჩართვა. ამაც რა თქმა უნდა დაცვის ეფექტიანობაზე გავლენა იქონია. ასევე ვალვერდეს მოუწია მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში, რამაც ასევე იქონია გავლენა ცენტრზე. ბელინგემმა საერთოდ როლი დაკარგა. აქამდე თუ შეტევაზე იყო ორიენტირებული, მბაპეს გადმოსვლის შემდეგ უფრო მეტი შავი სამუშაო შესრულება მოუწია და შეტევაში მისი ადგილი აღარ დარჩა. ხოლო ყველაზე მთავარი ფაქტორი კროსის კარიერის დასრულება აღმოჩნდა. ბლანკოსმა ცენტრში მთავარი გამთამაშებელი ძალა დაკარგა. თეთრებმა ყველა შესაძლო ელ კლასიკო წააგეს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალიდან გავარდა. ფლორენტინო პერესმა ამ პრობლემების გადასაჭრელად გადაწყვიტა, რომ კლუბში იმ დროს ჰაიპში მყოფი ესპანელი მწვრთნელი ჯაბი ალონსო გადმოეყვანა, რომელიც მკაცრად ითხოვდა პრესინგს და სისტემურ ფეხბურთს, რაც რეალის სტილს საერთოდ არ შეესაბამებოდა. ალონსომ ცადა, რომ სისტემურად აეთამაშებინა გუნდი. თავიდან კარგადაც გამოუვიდა, მაგრამ კონფლიქტებმა მალევე მოუღო ბოლო ამ ყველაფერს და ნახევარი სეზონის შემდეგ ალონსოც გაათავისუფლეს. რის შედეგადაც დიდ ფეხბურთში გამოუცდელი მწვრთნელი არლოარო არბელოა დანიშნეს მთავარ მწვრთნელად. სეზონის მეორე ნახევარში ვერც არბელოამ ვერ შეძლო მადრიდელების შეთამაშება და მათი სეზონი უტიტულოდ დამთავრდა. და სწორედ აქ მივიდა რეალი იმ წერტილამდე, როდესაც კლუბს აღარ სჭირდებოდა უბრალოდ კიდევ ერთი მწვრთნელი, მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ავტორიტეტის დამყარებას პირველივე წუთიდან შეძლებდა. ადამიანი, რომელიც გასახდელში შესვლისთანავე ყველას აგზნობინებდა, რომ მადრიდის მაისური პრივილეგია კი არა, პასუხისგებლობაა. და ესეთი ადამიანი აღმოჩნდა ჟოზე მოურინიო, რომელმაც უკვე კარგად იცის, რას ნიშნავს რეალში მუშაობა, რომელსაც არ აშინებს ზეწოლა და რომელმაც ერთხელ უკვე ბერნაბეუზე ომი გამოაცხადა. რეალის გასახდელში დიდი სახელები მისთვის პრობლემა ნამდვილად ვერ იქნება. მოურინიოს ერთ გუნდში უკვე ყოლია ზლატანი, ბალოტელი და ფიგუ, ფეხბურთელები, რომელთა ხასიათით ცალკე ისტორია. ის არ მოდის იმისთვის, რომ ვარსკვლავებს მოერგოს, ის მოდის იმისთვის, რომ ვარსკვლავები მოარგოს სისტემას. შეძლებს თუ არა, რომ მოერგოს მოურინიო თანამედროვე ფეხბურთს. შეძლებს თუ არა ძველი ფეხბურთის სტილით წარმატების მიღწევას დღევანდელობაში. ეს კითხვა ღიარჩება და რა თქმა უნდა დრო გვაჩვენებს ყველაფერს. ჩვენ კი იზღა დაგვრჩენია თვალი ვადევნოთ ბლანკოს და ვნახოთ რას მიიღებს რეალი ჟოზესგან. 2012 წლის დაუნდობელ სტრატეგოს მწვრთნელს, რომელსაც დრომ გაასწრო. თუ კი ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. ერთად ძალიან დიდ სტიმულს მომცემთ, რომ გავაგრძელო მსგავსი ტიპის ვიდეოების გაკეთება. უყურეთ ფეხბურთს. ჩვენ კი მალე შევხვდებით.